დილამშვიდობის გოგოებო როგორ ხართ? მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. მათი ვარ შევინახოთ წყალი. გავაცილოთ. ჩემი ძველი ტელეფონი ვეღარ ვიპოვე. სად მივაგდეთ არ ვიცი. ისეც რემონტები. არა ისეც შეიძლება რაღაცა დაგეკარგოს. ზოგჯერ ადამიანს წინუდეს და ვერ ახდიდოს, მაგრამ კარგა ხანი ვეძებე და ვერ ვიპოვე. მათი ზინავს გუშინი ამ საღამოთი მოუტანა ლებიანი და შეჭამა ეცნობიანი და ვერ შეჭამა დედა გული წამომერიაო და ისე ნერვიულობ რომ ალაპსინე ახლა ვიცხელა ყველაფრის მეშინია აი ეს კიდე რამ გატეხა გოგოებო არ ვიცი დილით დამხვდა ესეთი ახეთ ეს სამხედროებით გატეხილია არ ვიცი რა მოხდა მაგრამ მეყვეს ის რადგან მოყარო ის ცალიც იყვეს და სადამეს გაძლებს ჭურჭელი მაგას არის გიგავეს ხამე და კი ამ ყავდავია შეყვედილი ვენგარეშენ ვილაპარაკეთ ზოგჯერ ისეთი საჭიროა ხოლმე ესეთი საუბრები იძახის წერებთან Σαν აუცილებელი. ხოდა ჩვენ ხშირად გვაქვს. ეს საუბრები გოგოებო. ხშირად ყველა ყოველი დღე. დღეს არ გადის. ეს არის ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანი. ორივესთვის. ეს ავსებს ადამიანს, თუ არა მე იქიტები. ის უფრო მოვწონს მეორე უჭლიჟელე ფაბერიკისა. ეთყობა აშკარად რომ ბიუ არის. ის რაღაცა ხაფკება ეს შეირი და თან რაღაცნაირი სუნი აქვს. კარგად ვამბობ. ახლა მაინც არ მომწონსა ერთი საქმით მინდა რომ გამოწერო ისევ. რაღაცეები რომ მომიდროვდება გამოსაწევი ეხა ტონალური ცნება. და არ ვიცი ელიმონიცავი კიდე თუ ფაბერიკი. ნახეთ ჩემი სახება გითხარით თავიდან რომ მომაყარა ხო გახსოვთ რომ დავიწყე ეს ახალი კრემები ფაბერიკისა ამომაყარა თავიდან. და იმ წუთში მივხვდი რომ ეგ იმიტომ ამომაყარა რომ მე ამ ყველაფერს თავიდან იცხოვე სამკურნალო მაზებმა ამოყრა თუ რამე არის დაბლა კანქვეშ და მე გადააცლიარებს ხოლმე რა
ჯერ მკურნალობის პროცესში ვარ, ასე ვთქვი. ჯერ კიდევ. და თან დავაკვირდი, როცა ალერგიული სხვა და საერთოდ ალერგიული რო არის ხო ვიცი და სახეზეც ხანდახან ეს ხომი მაგის გამო, ალერგიის გამო. ამ დროს ხელი არ უნდა დაიდო, არ უნდა იწვალო. ხოლო მე თულდება. გუშინ საღამოს ფრთები შევწვი. ძალიან გემრიელი გამოდის და რა ვიცი, მე ძალიან მომეწონა. ორი ცალი ჭამე და რა ვიცი, ძალიან გემრიელად ჭამე და გიამითხრა, რომ არ მომეწონაო. ის მირჩევნია მე, ობარტარია. და მე ფრთა მირჩევნია. ჩემ სერიალს მივუბრუნდი, გოგოებო, თურქული სერიალია და არ მახსოვს რა ქვია, გულის იარა. დავისწოთ ეს სერიალი. აფერი. ხოდა მივუბრუნდი რა. მომწონს. გაკეთება კი იცის. კი არ არის მეთქი სერიალები ჩემი, მაგრამ აი ხა დაბლავი ჩავდივარ ხოლმე მართლისთან. არ ვიცი რა გავაკეთე ხოლმე. რამდენიმე საათი, თორე სახში დრო არ მაქვს. სახში სულ არის საქმე. მაგრამ ამბობს დაბლიდან ამოსვლელი არ მინდა. არ ვიცი უბრალოდ დრო როგორ გავიყვანო. მარტო კიდევ ვერ ვიცი. ვერ ტოვებ. ხოლო ამის გამო გავიწყე სერიალი. ეს როგორ იქნება, რომ ნახოთ ეს. მე თუ ჩემამდენი ჭურჭელი არ ვიცი. არ ვიცი საიდან გროვდება. ეს ვეღარ გავრეცხე. ყველაზე მოსაწონი საქმეა რა ჩემთვის. ყველაზე. სატრაექცევი ჟანიკო ამ ყველაფერს გაიქცევი თან ხალხი გაიეცხა დილის საქმეები ისმა გავხსნა
თვალები მაქვს გამოცლილი თითქოს. ალბათ რომ ცხელამაკი ტოგოება, არ ვიცი. მიზეზი. ამ ყველაფრის სუსტად ვძნობ თავს, ხო მიზეზი კი არის, მაგრამ მიზეზი. ამ სიცხის ბრალის არის ყველაფერი. დავალაგენ შევივრა. ერთად მიყვარს ძალიან საქმის გაკეთება. რო გიჭუჭუკებით. კომენტარები რო წავიკითხო, ვერ ვიპოვე, ეხლა ჩემი ტელეფონი რა ხსნა. გამოჩნდება. ლელა მოწერა გუშინ. ჩვენ სუმღერი ვარ თოჟანაო და ჩემი ძმაო მე მგონი, ჩემი ბიჭიცო ძალიან მიყვარს სიმღერა და წელაგი ეს ვეუბნეოდი, როდის გავდა ვიყიდოთ მეთქი გიტარა. როდის ვიყიდითო როდის მეთქი და ვიყიდითო ვიყიდითო ყველაფერი კარგად იქნება ნელ-ნელა ვიცით ეს დღეში არაფერი არ ხდება ნელ-ნელა კიდე ყველაფერი შენდება თავარია ჯანმრთელები ვიყოთ თავარია ერთ სულოვნება იყოს ოჯახში გოგოება და სიყვარული. აი საუბრები მაგიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი. ვეცნობით ერთმანეთს. ადამიანის გაცნობა არ არის ეგრე ადვილი. და საუბრების დროს ჩვენ ადამიანები ერთმანეთს ვეცნობით. ეს არის ძალიან საინტერესო. და თან კიდე ჩვენი კარგი ურთიერთობისთვის არის ძალიან აუცილებელი. საუბარი თუ არ შეგიძლია ყველა ურთიერთობაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გაცნობისთვის. ჩვენ ღვთისხატად ვართ შექმნილები და ფაქტიურად ღმერთი ამოცნობია. ანუ მთელი ცხოვრება რომ ეცნობოდე ბოლომდე მაინც ყოველ შეიცნო. ეს ჩვენში დევს. იმდენად საინტერესოები ვართ ერთმანეთისთვის, როცა ვსაუბრობთ ერთმანეთთან. იმდენი თუნდაც შენ თავთან საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია. იგივენაირად როგორც სხვა რაღაცას რო გეუბნება და გამხნევებს, ხო? იგივენაირად შენ შეგიძლია რომ შენ თავით გამხნევ. შენ თავს ესაუბრო. და ეს ძალიან ძვირფასია. არასოდეს მოგწყინდება არც მარტო ყოფნა, არც ცხოვრება. საერთოდ ძალიან ის იქნება თუ ეს ისწავლა ადამიანმა ძალიან საინტერესო ხდება ცხოვრება პირიქით. საწყენი კი არა. ძალიან საინტერესო.
ადამიანებთან ურთიერთობა ჩემთვის ყოველთვის ბავშვობიდან იყო ყველაზე საინტერესო რაღაც. და თქვენ წარმოიდგინეთ ძალიან ბევრ ადამიანთან მე ურთიერთობა არ მაქვს, როგორ არ მაქვს თქვენთან პირადად. მაგრამ დანაკლისა ვგრძნობ შინაგანად. რაღაცის აი შიმშილს შინაგანად ურთიერთობისა არ გვგრძნობ. იმიტომ რომ მე ხშირად ვსაუბრობ ჩემ თავთან, გიასთან და თქვენც ძალიან მავსებთ. ეს არის ძალიან საინტერესო. ძალიან. თავარი აზრი ალბათ. ცხოვრების. ფიქრობ. ღვთის შეცნობა, მეთან დაახლოება. ეს არის მთავარი აზრი. და შენ რო შენ თავს ეცნობი, სხვა ადამიანებთან რო გაქვს ურთიერთობა, საუბრები, რავი, ამაზე საინტერესო არაფერი არ მგონია. დანარჩენი ყველაფერი 1 და 2 დღე გახარებს. მერე გწყინდება, ეჩვევი. და ეს არა. ეს არ გწყინდება. როგორც შეტევის ჭიკჭიკი არ გწყინდება. ძალიან მიყვარს ცხოვრება. მიხარიხართ ძალიან. და რაც დრო გადის, უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ყველაფერი. როგორც ერთი ჩიტის ისტორია ხო იცით, მეცნიერი რო იკვლევდა მთელი ცხოვრება ერთ ჩიტს და ვერ ამოწურა. ანუ ბოლომდე ვერ გამოიკვლია მაინც ერთი პატარა ჩიტი. ჩვენ უბრალოდ ზოგჯერ ალბათ ძალიან ბევრ რაღაცას ვინდომებთ ხოლმე და ბევრ რაღაცაზე ვფიქრობთ ერთდროულად. ეს უკვე დამღლელია. ყველაფერი ერთად არის ძალიან საინტერესო. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა ხდებოდეს, გოგოები. ყველაფერი ისე ხდება. და ეს ყველაფერი არის შესანიშნავი, ძალამაზი. მიყვარხართ. კოცნით ასეთი იყოს ჩვენი დილის ვლოგი. თავისით რაც მოვიდა. გეფერებით. და